ვისაც ჩემსავით გიყვართ ფილმი ჯული და ჯულია, ვიცი რომ მადის აღმწრელად დაბრაწულ წვნიან ხრაშუნა ბრუსკეტას რეცეპტის გარდა გემახსოვრებათ ჯულის როგორ ამშვიდებს კვერცხისა და კაკაოს შერევის ამბავი და ის რომ ის ყოველდღიურ ცხოვრებაში უბრალოდ სტრესულ ყოველდღიურობაში რაღაც მაინც არის უსათუო და საიმედო. დღესდღეობით ჩემს ირგვლივ საერთოდ არაფერი აღარ არის საიმედო. არც სახლში მშვიდობით მისვლა, არც დილით მშვიდად ყავის დალევა. ხან მეგობრების დამტვრეული სახის თვლები მაქვს ადარდებელი, ხან დაპატიმრებული და გასამართლებული ნაცნობები. მოკლედ ყველაზე უსათუო რაღაცებიც კი სათუო გახდა. და მე როგორც დიქტატურაში შებიჯებული საზოგადოების წევრს გაგიჟებისაგან მარტო იმაზე ფიქრი მიცავს, რომ თუ შაქარს, საფუარს და წყალს კარგად ავაფუებ და მერე ფქვილსა და კარაქს შევაზელ, საოცრად ელასტიურ და მტკიცე ცომს მივიღებ. მერე მიზეზი მაქვს მთელი ძალით ვცემო ცომს, რომ კიდევ უფრო ელასტიური გახდეს. მაცივარში დავდებ და უძილობის გამართლებაც მაქვს. ცომს უნდა დავხედო ღამეში 3-ჯერ, ან 4-ჯერ, ან 5-ჯერ. ღამეს გააჩნია. მერე კარაქის მომზადების პროცესი იწყება. აუცილებლად დიდი აკურატულობით დახაზული კვადრატი 20-20-ზე. აუცილებლად მაღალი ხარისხის, მაღალი ცხიმიანობის ნამდვილი ფრანგული კარაქი. დილით უკვე ცომის ლამინირების პროცესი იწყება. მერე ვუყურებ აფუების პროცესს და ვხვდები მცირე სასწაულების ზემოქმედების ძალას. ნაზ და ფუმფულა კრუასანებთან სიბრაზის ადგილი უკვე აღარ არის. ღუმელიდანვე გამოდის ფრანგული კარაქის გამაბროებული სუნი და ამ დროს წამით პარიზის კაფის მოწნულ ზურგიან სკამზე წარმოვიდგე ხოლმე თავს. ისიც მომწონს, როცა ვიცი რომ ამ კარაქის სუნი ხელებიდან დიდხანს აღარ გავა ზუსტად ისე როგორც პარიზში. მართალია 9 საათის მერე ჩემი ყველა ლამაზი და ხრაშუნა კრუასანი შეჭმულია, მაგრამ ამ დროს უკვე სხვა რამ ამშვიდებს. ვუყურებ ჩემს საყვარელ ადამიანებს და მიხარია რომ მოეწონათ. ისი ამოონეს, ჩემთან ერთად იმოგზაურეს და 10 წუთით მაინც დაივიწყეს ის, რაც ყოველდღე ხდება. Bon appétit.